მოგესალმებით, პატივცემულო მაყურებლებო. დღეს ჩვენი გადაცემის მორიგი ჩაწერაა. დღეს არის მე-17 ჩაწერა და დღეს ჩვენი გადაცემის თემა არის კომბლე და ოთარანთქვრივი. შესაძლოა ბევრისთვის მოულოდნელი იყოს, რა შუაშია კომბლე და რა შუაშია ოთარანთქვრივი. თითქოს სრულიად განსხვავებული პერსონაჟები არიან. კომბლე ხალხური ზღაპრის გმირია და ოთარანთქვრივი ილია ჭავჭავაძის იგივე სახელწოდების მოთხრობის გმირი, მაგრამ როგორც კი ცოტა უფრო დეტალურად განვიხილავთ, მიხვდებით, რომ ძალიან სერიოზული საერთო რაღაც არის ამ ორ გმირს შორის. თუმცა სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ ამაზე და სანამ სტუმრებს წარმოგიდგენდეთ, მანამდე მინდა ორიოდი სიტყვით თქვა, რომ როგორც ადრე წინა გადაცემებში ავხსენით არაერთხელ ვილაპარაკეთ მითებზე, ზღაპრებზე და მათ ასე ვთქვათ დანიშნულებაზე, რომ ადამიანებმა ერთმანეთს გადასცენ რაღაცა ისეთი ინფორმაცია, ისეთი ამბავი, რომელიც საზოგადოების ცხოვრებისთვის არის საჭირო და აუცილებელი. ამ გადაცემაში ადამიანი იყენებს სხვადასხვა ფორმებს, მითებს, ზღაპრებს, ლეგენდებს, ანდაზებს და ასე შემდეგ. და ყოველთვის ასეთ მითოსში თუ ზღაპრებში ჩადებულია რაღაცა აზრი, წმინდა აზრი, რომელსაც ადამიანი ზოგჯერ გაცნობიერებლად, ზოგჯერ გაუცნობიერებლად იიღებს, ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი მით უმეტეს და შემდეგ ეს საზოგადოების მორალის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, საერთო მორალის, საერთო შეხედულების, საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას. ზუსტად ერთი ასეთი ზღაპარი კომბლე, მაგრამ როდესაც მე ამ გადაცემისთვის ვემზადებოდი, აღმოვაჩინე, რომ თუმცა კომბლეს უამრავი ვერსია არსებობს. სადაც კომბლე როგორც პერსონაჟი ფაქტიურად გაფუჭებულია, იმიტომ რომ იქ რაღაც სხვადასხვა რაღაცები მიაწირეს, სხვადასხვა გმირები ჩაიდინა, კიდევ იმის მე რაღაც ამის გაგრძელება გააკეთეს, რაც პრინციპში კარგავს იმ ძირითად აზრს, რაც ამ ზღაპარშია ჩადებული. ზუსტად ამიტომ, რომ ორაზროვნება გამოვრიცხოთ და იმიტომ, რომ თქვენც გაიხსენოთ კომბლეს ზღაპარი, რაც არის და ოთარანთქვრივი იმედია ყველას გახსოვთ, ყველას გაქვთ საკითხული და ზოგიერთ ფრაზას გადაცემაში კიდევ ერთხელ ვიტყვით. მე მინდა რომ მოგასმენინოთ კომბლეს ზღაპრის აუდიო ჩანაწერი, რომელიც გაკეთებული აქვს გიორგი ბასილაიას არხს მამიკოს ზღაპრები. დიდი მადლობა მას იმისთვის, რომ მოგცა ამის საშუალება და მე მგონია, რომ ზუსტად ეს ვერსია, რომელიც გიორგი ბასილაიას აქვს გაკეთებული, არის ყველაზე ახლოს იმ ზღაპართან, რომელიც თავიდან თაობას გადაეცემოდა საქართველოში და როგორც მოვიდა ჩვენამდე, სანამ გააფუჭებდნენ. და ამიტომ გთხოვთ მოусმინოთ, სულ რაღაც სამწუთიანი აუდიო ჩანაწერია და ამის მოსმენის შემდეგ წარმოგიდგენთ სტუმრებს. კომბლე. იყო და არა იყო რა, იყო ერთი კომბლე. კომბლე იმიტომ ერქვა, რომ კომბლებს ათლიდა და ჭერში აწყობდა. ორი ცხარი ჰყავდა კომბლეს. ეს ცხვრები დილით წავიდოდნენ საბალახოდ და საღამოს თვითონ ბრუნდებოდნენ შინ. ერთ დღეს ცხვრები საბალახოდ რომ წავიდნენ, შემოხვდათ მელია. ცხვრებო, ვისი ხართო? კომბლესიო. კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს. ვინც ჩვენ შევგჭამს, თავში ჩასცხებსო, უპასუხებს ცხვრებმა. არა, მეშინია თქვენი კომბლესიო, თქვა მელიამ და გაიარა. იარეს ცხვრებმა, იარეს და შემოხვდათ დათვი. ცხვრებო, ვისი ხართო? კომბლესიო, უთხრეს ცხვრებმა. კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს. ვინც ჩვენ შევგჭამს, თავში ჩასცხებსო, უთხრეს ცხვრებმა. არა, მეშინია თქვენი კომბლესიო, თქვა დათვმა და გაიარა. ცხვრებმა იარეს და შემოხვდათ მგელი. ცხვრებო, ვისი ხართო? კომბლესიო. კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს და ვინ ჩვენ შევგჭამს, თავში ჩასცხებსო, მიუგეს ცხვრებმა.
მე არ მეშინია თქვენი კომპლექსიო. თქვა მგელმა და ორივე გადაყლაპა. საღამო ხანზე კომბლემ უცადა თავის ცხვრებს, უცადა და შინ რომ არ დაბრუნდნენ, ჩამოიღო ერთი დიდი კომბალი, გაიდო მხარზე და გაუდგა გზას. იარა კომბლემ, იარა და შემოხვდა მელია. მელიავ, ჩემი ცხვრები არ გინახავსო? კითხა კომბლემ. არა, ჩემამზემო. აბა კბილები დაკრიჭეო. უთხრა კომბლემ. დაკრიჭა მელიამ კბილები და ჩიჩია არ ჰქონდა. იარა კომბლემ, იარა და შემოხვდა დათვი. ჩემი ცხვრები არ გინახავსო? კითხა კომბლემ. არა, ჩემამზემო. აბა კბილები დაკრიჭეო. დაკრიჭა დათვმა კბილები და ჩიჩია არ ჰქონდა. იარა კომბლემ, იარა და ბოლოს შემოხვდა მგელი. ჰკითხა, ჩემი ცხვრები არ გინახავსო? არა, ჩემამზემო. აბა კბილები დაკრიჭეო. დაკრიჭა მგელმა კბილები და ჩიჩია ჰქონდა. კომბლემ ხდრუზა მგელს კომბალი და სული გააფრთხობინა. გაუჭრა მუცელი, ამოიყვანა თავისი ცხვრები და გაუდგნენ გზას შინისაკენ. ახლაც დადიან კომბლეს ცხვრები საბალახოდ და ვაი მისი ბრალი, ვინც მათ ხელს ახლებს. იმედია გაგახსენეთ ბავშვობის სასიამოვნო ზღაპარი. თან ყურადღება მინდა გაგამახვილებინოთ ბოლო აბზაცზე, სადაც წერია ესეთი რამ. ახლაც დადიან კომბლეს ცხვრები საბალახოდ და ვაი მისი ბრალი, ვინც მათ ხელს ახლებს. ანუ შექმნილია უკვე ესეთი საზოგადოება, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ იქ დათვიც არის, მელაც არის, მგელიც არის, შეიძლება ნიანგიც არის და ზვიგენიც, კომბლეს ცხვრებს არავინ არ ეხება, არ შეეხება, ვერ გაბედავს. საზოგადოებაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ იყოს სტაბილური, განვითარებაზე ორიენტირებული, ურთიერთპატივისმცემელი ადამიანების საზოგადოება. და ეხლა ოთარანთ ქვრივიდან ერთი პირველივე აბზაცში წერია ასეთი რამ, ამასაც ყურადღება მიგთხოვთ მიაქციოთ. სოფლის გზირისათვის რომ გეკითხათ, ოთარანთ ქვრივის კარმიდამოში მზისა და წვიმის მეტს არავის შეეძლო გავლა ქვრივის უნებურად. აქაც ზუსტად იგი ისევე როგორც კომბლემ დაიცვა თავისი ცხვრები და ვერავინ ბედავდა მის საკუთრებას შეხებოდა, ასევე ოთარანთ ქვრივმა დაიცვა თავისი საკუთრება, ალბათ გახსოვს ის პერიპეტია, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკებთ, დაიცვა თავისი საკუთრება და აიძულა მთელი დანარჩენი საზოგადოება, რომ პატივი ეცათ მისთვის. ეს მნიშვნელოვანი პარალელი, რომელიც ამ ზღაპარსა და ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებს შორის არის, გახდა ასე ვთქვათ, ჩემი მოტივატორი, რომ გამეკეთებია გადაცემა ამ თემაზე და როდესაც სიღრმეებში ჩავედი, ასე კიდე წავიკითხე შევადარი, აღმოაჩინე, რომ ძალიან ბევრი საერთოა ამ ორ გმირს შორის. და ამ საერთოზე ვილაპარაკებ ჩემს სტუმრებთან ერთად. ჩემი სტუმრები არიან ბატონი გია ჯანდიერი და ბატონი გიორგი ჭაუჭიძე. გამარჯობა, მადლობა. ხო. იმედია საინტერესო საუბარი იქნება, მაყურებლისთვის საინტერესო. ჩვენ შეგვიძლია ახლა დავიწყოთ, არ ვიცი, რომელსაც გინდათ. დაიწყოთ გია. დაიწყე, თავიდან გავაკეთოთ მოკლე, ასე ვთქვათ, შესავალ და მე ერთმანეთში დიალოგის საუბრის სახით. ხო, ახლა როცა ამ ზღაპარს ბავშვობაში ვისმენთ ალბათ ჩემი თაობის ხალხს ეს საკითხი საერთოდ არ ახსენდებოდა ამაში. საკუთრებაზე არის საუბარი, არამედ როგორც სათაგვადასავლო ეპიზოდი ისე განვიხილავდით ამას. იმიტომაც გვიყვებოდნენ, თქვათ, ზღაპრად და იმიტომაც გვიყვებოდნენ ზღაპარში, აი, ადრეც გავარჩიეთ ჩვენ პრინციპში მე-5 გადაცემაში ყველაზე კარგად ჩანდა, როცა ფსიქოლოგი ყავდა მოწეული, რომ როდესაც ჩვენ ასეთ ეს არის შეფუთვა, რაღაცა შეფუთვა და როცა ამით გადასცემ ინფორმაციას, შეიძლება სიღრმისეული გააზრება არ მოხდეს, მაგრამ ისინი მაინც გადადის და მასში რჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ბევრს თუ მოისმენ, რაღაცა თავში შენს აზროვნებაში იბეჭდება, რომ ეს არის სწორი მოდელი, რომ საკუთრება არის
მნიშვნელოვანი და ის უნდა იყოს დაცული. ეს ალბათ, მაგრამ ახლა ჩემ ბავშვობაში ეგეთი რაღაცა ძალიან სუსტი იყო, ყოველ შემთხვევაში დასუსტებული იყო. და უბრალოდ სუსტი იყო, დასუსტებული იყო, იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლებია კერძო საკუთრება, მით უფრო სუსტდება კერძო საკუთრებითი აზროვნება. თუ არ იქნება კერძო საკუთრება საერთოდ, მაშინ ეს აზროვნება კი არ დაიკარგება ზოგადად, მაგრამ მას არ იქნება გამოცდილება იმდენად საკმარისი, რომ ყველა ხვდებოდეს რა არის სწორი და რა არ არის სწორი. მე მაგალითად, როცა მოთარავანქრის ბოლო ხანებში ჩაუფიქრდი, უფრო ეს დავინახე, რომ ამას მოქმედება ჭირდება, რომ ამას მიაღწიო ასეთ მდგომარეობას, რომ დაცულობა იყოს საქმული ნორმად და არა რაღაც ექსტრაორდინალურ შემთხვევად. ახლა ჩვენს ბავშვობაში ეს უფრო ექსტრაორდინალურად ჩანდა, რომ კომბალი გადმოიღო და სტრუგზა. და არა ის, რომ ხო ეს ჩვეულებრივი მოდელია. თუმცა მე მაგალითად ჩვენც ვნახეთ ეს ახალ ზელანდიაში ერთად როდესაც მოგზაურობდით, რომ იქ ეს მოდელი ძალიან კაფიოდ და მკაცრად მუშაობს, რომ სვის საკუთრებაში, სვის მიწაზე თუ შეხვალ, კაცრად დაიჭები. ამ პოლიციას გამოიძახებენ და დაგჭიან, ან შეიძლება უფრო სწრაფი ზომების განახორციელონ შენ წინააღმდეგ. იქ კახეთშიც ვნახეთ, ფიზიკური იმას რო ვესტუმრეთ, ჭვრიტიძის კი, ესეც იყო, ის უფრო ალბათ იმას გვიჩვენებდა, როგორი უნდა იყოს სამყარო, ეს კახური ვერსია, მაგრამ იქ რაც ნახეთ და მე ეს არაერთხელ მინახავს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს ბევრ ამერიკულ ფილმშიც ჩანს, რომ ყველა ადამიანს სადაც სტეპებში, სადაც მეორე მეზობელი 20 კილომეტრში ცხოვრობს, იარაღი აქვს სახში და მას მიაჩნია, რომ თავის ტერიტორია უნდა დაიცვას და არავის არ უნდა გაუჩნდეს ალტერნატიული აზრი, როგორ. მე უფრო ადრე მქონდა ესეთ შემთხვევა, გამიგზელა ეს, მაგრამ ერთხელ ვიყავი შვედეთში და კატერით მიმოგზაურეთ, მე და ჩემო მასპინძელმა კუნძულზე მივედით. ერთ-ერთ კუნძულზე კატერით მივედით და მე რომ მოვდიოდით, მე ვკითხე 30 წლის ხდება დაახლოებით. მე ვკითხე, რომ ამ კუნძულს პატრონი არ ყავს მეთქი, ჩვენ რო აქ მოვედით და დრო გავატარეთ, რაღაცები შევჭამეთ, დავლიეთ და მე წავედით, მას არ აქვს მეთქი უფლება, რომ ჩვენ დაგვაჯარიმოს ამაზე, რომ მის ტერიტორიაზე შევედით. მაშინ მითხრა უცნაური პასუხი, რომ ეს კი არის კერძო საკუთრება, მაგრამ მას არ აქვს უფლება, რომ შეზღუდოს სხვა ადამიანები, რომ შევიდნენ და გამოიყენონ. კანონიერად გამოიყენონ, ანუ არ დაანაგვიანონ და ასე. თუმცა შემდგომში 20 წლის შემდეგ, როდესაც ვიკითხე თუ მეტი 25 წლის მერე მითხრეს, რომ შვედეთში ეს კანონი გაუქმდა და ეხლა იქაც იგივე კანონი მოქმედებს, რაც ამერიკაში, რომ უფლება არ აქვს იმ პატარა კუნძულზე შეხვიდე საკუთრის ნებართვის გარეშე. ეს იმიტომ მოვიყვანე, რომ ეს ზუსტად ეს აზროვნება ჩვენ რა თქმა უნდა გქონდა 100 წლის წინ და მე ნელ-ნელა როდესაც კერძო საკუთრება გააუქმეს და ჩამოართვეს კერძო საკუთრება, რა თქმა უნდა ამან დაკარგა თავისი მნიშვნელობა. კერძო საკუთრებითმა ინსტინქტებმა არ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, მაგრამ აი ეს გამოცდილება, როდესაც იკარგება, მერე ეს ნაწილი სუსტდება, ასე ვთქვათ. მე ამაზე სწორედ დავწერე სტატია, უცხოეთში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ამ ნაწარმოებზე, ვთქვი, რომ ჩემს ბავშვობაში ოთანათქრის სხვანაირად მასწავლდნენ და სხვანაირად დავინახე იმის მე, რაც მე უფრო კარგად. ნუ იქ კლასობრივი ინტერესის გამოხატულებად უნდათ მოესაღებინათ, მაგრამ პრინციპში ილიას უფრო ჩატეხილი ხიდის ამბავი აწუხებდა, ვიდრე კლასობრივი დაპირისპირება.
ხო მე მგონია რომ ჩატეხილზე მეტად კიდევ უფრო ის აწუხებდა რომ როგორ უნდა შექმნილიყო ნორმალური კერძო საკუთრებაზე ჩამოყალიბებული საზოგადოება საქართველოში. ეხლა აქ რო შორს წავიდე მე არ შემიძლია იმიტომ რომ არ შემისწავლე ეს კარგად, მაგრამ მე მგონია რომ რუსეთის იმპერიამდე კერძო საკუთრებითი ურთიერთობები კარგად მიდიოდა საქართველოში, მე რუსეთის იმპერიაში რო შევედით ჩვენ უკან დავბრუნდით, იმიტომ რომ პატრონყმური ურთიერთობები აქ ბევრად განვითარებული იყო ვიდრე რუსეთში და იქ კიდევ უკან დავბრუნდით, ესა მგონია. როგორც ერთმა სტუმარმა თქვა, მოხდა რეფეოდალიზაცია რუსეთის ხო, აი მაგას ვამბობ ზუსტად. ძიმე ვითარება შეიქმნა. ხო, და შემდგომში როდესაც ყმები გაათავისუფლეს, ჩვენთან უფრო სწრაფად წავიდა პროცესი, იმიტომ რომ ჩვენთან არ იყო ეს ილია ჭავჭავაძის წერილებიდან ვიცით, სხვა თუ არაფერი, რომ იქ შეინარჩუნეს მიწაზე კომუნალური საკუთრება, სოფლის საკუთრება და საქართველოში ეს კი იყო რაღაცა თქვათ ინციდენტები, მაგრამ უფრო ინციდენტები იყო და კერძო საკუთრებაში გადასვლა დაიწყო სწრაფად მიწამ და ამან დააჩქარა პროცესები, არა განვითარების პროცესები განსაკუთრებით, მაგრამ დააჩქარა კერძო საკუთრებითი ეთიკის განვითარება და კერძო საკუთრებითი აზროვნება დააჩქარა ამან საქართველოში. მე ეს არის ჩემი ხედვა, მე ეს არ შემისწავლია სპეციალურად რაღაც, მაგრამ მე გამოვთქვი ეს ვარაუდი რომ ეს იყო, მაგრამ ილია ჭავჭავაძეს ოთარ ქვრივში უნდა და სწორედ ამისი ხაზგასმა რომ კერძო საკუთრება ეს არ არის მარტო ის ლამაზი რაღაცა აბრა რომ ეს ჩემია და მორჩა, არამედ იმას მე დაცვა უნდა და მე თუ მკითხავ, მე ვფიქრობ, რომ ეს ნაწარმოები ერთადერთი ფრაზისთვის დაწერა, ეს არის რკინის ქალამას ჩავიცვამ და ჩემს სამართალს მივახცევ. და ნაწარმოებშიც წერია, რომ 10 თუმანი 10 მანეთი დაუჯდა რაც იმ დროისთვის 10 მანეთი იყო. ეხლა რომ გადავიანგარიშოთ, 10 მანეთი იყო დაახლოებით 8 გრამი ოქრო. მაშინდელი 10 მანეთი. თუ იყო მითვალის 800 ლარი გამოდის, ხო? ა $800 გამოდის, ხო? თողანდელი. 900 დოლარი ჩვენერად გამოდის უკვე. გუშინ $4600-ზე ავიდა 1 უნცია ოქროს ფასი და ანუ უკვე შეიძლება $1000-იც არის. ეს ნიშნავს რომ აქ იდგა საკითხი ასე რომ მიღის ერთი ქათმისთვის ამდენი სიარული, ეს ხო ძვირი მიჯდება. მაგრამ მან ჩათვალა რომ კი ეს ვირი დამიჯდება, მაგრამ მე გადავალ ახალ მდგომარეობაში, როცა ყველას ეცოდინება რომ არავის არაფერი შერჩება და სამართალს მივახცევ აუცილებლად რაც არ უნდა ძვირი დამიჯდეს. ისევე როგორც კომბლემ მიაღწია იმას რომ მის საკუთრებას აღარავინ ეხებოდა, ოთარა ანთქვრივმაც მიაღწია იმას და ეს არის მთავარი აზრი, რომ მის საკუთრებაში არავინ აღარ ბედავდა შეჭრას. კი. როგორი ის წარმოყოფილი? ამ ორივე შემთხვევაში შეიძლება ეს უფრო ძველი არის, თქვათ, კომბლეს შემთხვევა და ოთარ ანთქვრივი უფრო მოგვიანებით არის და ამათ შორის განსხვავება ის არის, რომ კომბლეს შემთხვევაში ალბათ სასამართლო არ არსებობდა, სადაც მიხვიდოდი და ერთხელ რომ მიაღწევდი სამართალს მე ეს დადგებოდა ესა, არამედ მან მიაღწია სამართალს თავისი მცდელობით. კი, ნუ კომბლეს ახლა უფრო ალეგორიულია და იქ შეიძლება ცოტა სხვანაირად გაიგო, კომბალი არის იარაღი, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკური იარაღი და შეიძლება იურიდიული იარაღი იყოს რაღაცა. ამ შემთხვევაში, ოთარ ანთქვრივის შემთხვევაში სასამართლო მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც იყო ყველასთვის სიგნალი, რომ ამის შემდეგ ეს დადგინდა, რომ უკანონობა არის და ის ვინც ამ უკანონობას ჩაიდენს, მიიღებს შესაბამის ზიანს თუ ზარალს, ამიტომ არ გიღის ამის გაკეთება. ამ მდგომარეობაში გადადიხარ, როდესაც სასამართლო ნორმალური ხდება, ხო? ეს კიდევ სხვა საკითხია. კიდე ერთ რამეს გავუსვამდი, აი ეს ორივე შემთხვევა ეს ორივე ამბობს ჩემი აზრით იმას, რომ შენ არ უნდა გეგონოს, რომ შენს ნაცვლად სხვა გააკეთებს ამ სამართლის მიღწევას, სხვა გააკეთებს. ანუ მე იმ ნაწარმოებში, რაც მინდოდა მეთქვა ჩემს მასში წერილში, რომელიც უცხოეთში გამოქვეყნდა, ვამბობდი, რომ
სამართალი ვერ იქნება უფასო სადილი, ანუ უფასო ვერ იქნება, შენ გაიღო წვლილი იმაში, რომ სამართალი შეიქმნას და შემდგომში დახვდება როგორც უკვე გამზადებული თქვათ სიკეთე. და არა ის რომ შენ იჯდე სახში ტელევიზორში უყურო და გეგონოს რომ სხვები გაწევენ შრომას და სამართალი შეიქმნება და შენ კიდე უბრალოდ ისარგებლებ. ანუ სხვის ხარჯზე ამის მიღწევა არ მოყვება კაი შედეგები და ეს არის მთელი ისტორია ალბათ, როდესაც ჩვენ ვამბობთ რატომ მოგწონს დასავლეთი. ძირითადად ეს მოგწონს, რომ ამათ მიაღწიეს თავის ხარჯზე ამას, რომ უამრავი ძალისხმევა გაწია მრავალი საუკუნის განმავლობაში ინგლისმა თუ ევროპამ იმაში, რომ მიღწეულიყო ამ მდგომარეობისთვის ევროპა შეიძლება მე ვაკრიტიკებდი სხვადასხვა მიმართულებით მაგალითად, მაგრამ მეორე ერთი ფაქტია, რომ აი თქვათ, როდესაც სამართლის საკითხი დგას, იქ ძალიან მაღალ დონეზე არის მიღწეული საკუთრების დაცულობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და რაღაცა, რომელიც მიღწეული იყო არა უშტევის ბრახუნით და პოლიტიკოსების თქვათ გაბრაზებით, არამედ იმით რომ ადამიანებმა თვითონაც წვლილი გაიღეს რომ სამართლიანობა თუ ვინა მეც უნდა მივივა ამაში მონაწილეობა და მეც არ დაუშვო ჩემი გვერდით უსამართლობა. უსამართლობა არ უნდა დაუშვა არა მარტო შენ თავზე, არამედ სხვის შემთხვევაშიც კი, რადგან ასევე აქვს ილია ჭავჭავაძეს ფრაზა რომ დაიცვა კიდე ეთისო. როცა ამბობს რომ როდესაც სხვის საკუთრება უნდა აღიარო და უნდა სხვის უფლება უნდა აღიარო და შენ ვალდებული ხარ დაიცვა კიდეც ის ზუსტი ის აღარ მახსოვს ახლა დაახლოებით ესეთი აზრი აქვს. ხო, ანუ აი იცის დავიწყეთ ეს გადაცემა ერთი ის აკლდა ჩემი აზრით, რომ ადამიანებს როდესაც მათ კერძო საკუთრება აქვთ მიდრეკილება რომ ითანამშრომლონ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მშვიდობიანი თანაარსებობის ფორმას პოულობს. რატომ? იმიტომ კი არ გენიოსები ხდებიან მეორე დღიდან. არამედ იმიტომ რომ დღეების თუ კვირეების თუ თვეების თუ წლების მანძილზე გამოცდილებას იღებენ რომ თუ არ ითანამშრომლებს სხვებთან და მათ შეურაცხყოფას მიაყენებ და მათ თქვათ ზიანს მიაყენებ, ამითი წინ ვერ წახვალ. ნუ შენც უფრო დაუცველი ხდები შენ თვითონაც ასე მოგექცევიან და ამიტომ არ გიღის და ამიტომ მე ხვდები რომ ასე ქცევას აზრი არ აქვს და პრაქტიკულად ხვდები რომ ამის შემდეგ შენთვისაც უკეთესია რომ წესიერად მოიქცე. და ასე ყალიბდება საზოგადოება. ხო, აი მე ვფიქრობ რომ ასე მოხდა იმ დასავლურ სამყაროში, რომელსაც ჩვენ ვთქვათ მიველტვით ამის გამო რომ იქ ეს გაიარეს და ჩვენც გვინდა რომ ეს შეიძლება უფრო მსუბუქად გავიაროთ, მაგრამ როგორც ჩანს არ გამოდის ეს მსუბუქად გავდა. ხო, ნახოთ. ძალიან ბევრი ქვესაკითხი წარმოიჭრა ახლა აქ და თითოეულზე შეიძლებოდა ისა, მაგრამ მე მგონი დროა რომ გიორგისაც მოусმინოთ და მე უფრო საინტერესო კითხვით. მადლობა აქ ამ თემაზე მოწვევისთვისაც ბატონო და სხვა შორის თავიდან მეც გამიჩნდა ეს ცოტა ახლო პერსონაჟები მაინც შეგერჩიათ მეთქი, მაგრამ მე ის რაღაცა ხაზი ნამდვილად იკითხება ასე ვთქვათ აქ და ის ზოგადადაც ასეთი კავშირის დაჭერა ნებისმიერ ორ პერსონაჟს შორის შეიძლება რაც არ უნდა წარმოუდგენელი მოგვეჩვენოს ხოლმე. ჩემთვის ეს კომბლე როგორც ბავშვობიდან ყველას გვახსოვს წესით, მაგრამ ასევე როგორც მასწავლებლისთვის, როგორც აი წიგნიერების თვალსაზრისით თუ შევხედავ, არის ერთ-ერთი ბრწყინვალე საბავშვო ტექსტი. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ადრეული ტექსტია ქართულ ზღაპრებში. გულისხმობ იმას, რომ ყველაზე მცირე 3 წლამდე ასაკში ბავშვი უკვე უსმენს ამ ტექსტს და მიხვება თხრობას, ხო? განსხვავებით სხვა ზღაპრებისგან, რომელსაც ცოტა უფრო მეტი თუნდაც ასაკი სჭირდება. აბსტრაქციაც არის ხოლმე, მაგრამ ხო, რასაკვირველი. ჩემი გამოცდილებით ყოველ შემთხვევაში ასე შემიძლია ვთქვა და ამავდროულად არამხოლოდ საბავშვო აზრებიც არის ჩადებული და რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ პრინციპში ახლა.
რამდენიმე რაკურსით თუ ხედვით შეიძლება ეს ზღაპარი წავიკითხოთ. უკვე არა მხოლოდ ცხადია არა როგორც ბავშვმა, მაგრამ აი დღეს ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ხაზი გავუსვეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შეიძლება არსობრივად ვერ ხვდება, იმის გამო რომ კარგად არის შეფუთული და ზღაპრად ჩამოყალიბებული, ის მასში რჩება და მე თავისთავად რაღაც კი ბატონო და მოდი ბავშვების, აი 3 წლის ბავშვის, 4 წლის ბავშვის თვალით გავყვეთ ერთი წუთი ამას და მე ვფიქრობ რომ ბავშვისთვის თავარი ასე ვთქვათ მოძრავი პერსონაჟები ვისაც თვალს ადევნებს და ვისაც გულშემატკივრობს ასე ვთქვათ ხო და რის გამოც არის ჩართული ბავშვი ამ ზღაპრის მოსმენაში ეს ცხვრებია ხო ეს ცხვრები რომელსაც რაღაც განსაცდელი შეექმნებათ რაღაც ხიფათი და შემდეგ ბავშვებიც გულშემატკივრობენ როგორ მოვა პატრონი კომბლე და აბა მოახერხებს თუ არა მათ გადარჩენას ეს ბავშვური წაკითხვა, რომელიც სრულიად ბუნებრივია და ზედაპირზე დევს. სულ მიკვირდა ხოლმე კაცო ხორცით უკბილებზე ქონდა როგორ გამოიყანა. კი ბატონო. ბავშვობაში მახსოვს ესეც არის. ხო, მაგრამ ამას ერთთან უნდა იყოს, რომ რაღაცა ის გაჩნდეს. ხო და იმდენად ჩვენ ვართ ცხვრების მხარეზე, რომ ამას ჩვენ ბავშვები და გვიხარია რომ ესე იგი ამოუყვანა. ასეთი გაგების დონეზე სამწუხაროდ ჩვენ უკვე მოზრდილობაშიც დიდობაშიც ვრჩებით ხოლმე და ეს ზღაპარი ერთგვარ მავნებლურ ზეგავლენას ახდენს ჩვენ საზოგადოებაში საბოლოო ჯამში რომ ესე იგი წარმოგვიდგენია რომ რაღაც განსაცდელის შემთხვევაში მოვა ვიღაც კომბლე რომელიც ჩვენ დაგვეხმარება და რაღაც ესე იგი ჩვენთვის სასურველ შედეგს დააყენებს და როგორც წესი ეს კომბლე ვინ არის ხოლმე მე და ვისე გვაქვს ეს როლი მინიჭებული ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ რომ ძალიან მე მგონია უბრალოდ თავი ცხრად არ უნდა ჩათვალო არც ერთ ვარიანტში ხო არის ცხრად ჩათვლა კიდე სხვა რამეა მე მინდა რომ ცხრადაც ჩავთვალოთ თავი და მე ცოტა გვიან გეტყვით მაგას ხო და რომ დავამთავრო რომ სამწუხაროდ მე მგონი არაფერს საკამათოს არ ვამბობ ჩვენს საზოგადოებაში როდესაც გავიხედავთ ადამიანებს შეექმნებათ რაღაც ხიფათი იქნება ეს მგლისგან თუ წვიმისგან თუ ნებისმიერი ხიფათი იხედებიან კომბლესკენ ანუ თავრობისკენ თუ ვიღაც წარმომადგენლებისკენ რომელიც უნდა მოვიდეს კომბლით და ჩვენ ეს პრობლემა მოგვიგვაროს მოკლედ ჩვენ თუ დავრჩებით და გარკვეულწილად დარჩენილები ვართ იმ ბავშვურ აღქმებში აი ასეთი თუ შეიძლება მავნე ზეგავლენის მოხდენას ახერხებს მოკლედ ეს ბწყინვალე ზღაპარი ჩვენს უარყოფითი გაგება შეიძლება კომბლესი როგორც ხელისუფლის ხო რა ანუ მე გულისხმობ ამ ზღაპრის იმ ქვეტექსტზე თუ იმ არაცნობიერ დანალექსზე რომელსაც ის ტოვებს ადამიანებში და სრულიად მოზრდილ ადამიანებში ახლა ის მაგალითად რაღაცა რომ წარმოვიდგინოთ ასეთ სიტუაცია რაღაც ხიფათის შემთხვევაში ბუნებრივად არ რაღაც შთაგონებით ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე ბრაზი რომ რასაკეთებს მთავრობა რატომ დამემართა ეს ან თუ დამემართა და სად არის ეს ხო ამას ხო ხედავთ ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ხო და ეს არის ახლა რა თქმა უნდა ამას კომპლექსს ვერ დავაბრალებთ ჩვენ იმ კიდევ მეორებ იმ ბწყინვალე ზღაპარს მაგრამ რაღაც თუ დავრჩებით იმ 4-5 წლის ასაკის ბავშვის ასე ვთქვათ აზროვნებაში და მეტ ინტერპრეტირებას ვერ მოახერხებთ არ კომპლექსია ზოგადად საერთოდ სხვადასხვა ტექსტის თუ ცხოვრებისეული გამოცდილების და ასე შემდეგ აი ასეთ დიდხანს ვიქნებით კიდევ ასე მეორე წაკითხვას რაც შეეხება თქვა კომბლეები ახ წარმოვიდგინოთ რომ კომბლეს პერსპექტივიდან გადავხედოთ ამ ამბავს ხო რომელიც ჩვენ ვფიქრობთ რომ აი როგორც
აღნიშნა ბატონმა გიამაც, რომ ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ამ ზღაპრიდან უნდა იყოს ის, რომ ადამიანს აქვს საკუთრება და ის უნდა დაიცვას მას სჭირდება დაცვა, ენერგია უნდა იმუშაოს, ყოველდღე კომბალი უნდა თალოს, ხო, ამას და საჭიროების დროს, როდესაც დადგებეს, გამოიყენოს, წავიდეს, ეძებოს და ასე შემდეგ, რაღაც მოლაპარაკებები აწარმოოს. ფაქტით გავიგოთ შეიძლება ამისი და თუ დრო იქნება მაგასაც. ნახეთ, ესე იგი ეს კომბლეს რაკურსით რომ წავიყვანოთ, ხო, რომ ჩვენ და აქედან გასაგებია ეს კარგი რაღაც ჭკუის დარიგება გამოდის ხო ადამიანებისთვის. გულისხმობ დღევანდელი ჩვენი ზრდასრული საზოგადოება უნდა შეგეძლოს შენი საკუთრების დაცვა. კი ბატონო, თუმცა ამის აღქმა და ამის გაგება იგივე ბავშვობის ასაკშივე ხდება, ხო? არ ვამბობ მაინც და მაინც იმას, რომ უნდა გავიზარდოთ, რომ ეს წაკითხვა შევძლოთ ამ ზღაპრის ჩვენ კომბლესი. მაგრამ მინდა ჩვენ ცხოვრების ხედვის კუთხით ნახოთ ახლა ეს ზღაპარი, რომელიც არ არის სხვათა შორის თქვათ ხელწამოსაკრავი წაკითხვა ეს, რომ ხო, თუ ჩვენ თავს წარმოვიდგენთ ცხოვრებად, მაშინ შეიძლება დავინახოთ, რომ კომბლე და მგელი არიან თანამზრახველების სინამდვილეში, ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ რაც არ უნდა იქ ზღაპრის ბოლოს ეწეროს, რომ დიდხანს და ბედნიერად კაგაბიორ მივხვდი რატო არიან თანამზრახველები. ნახეთ, ბალახობდნენ დიდხანს და გემრიელადო ზღაპარში, რაც არ უნდა ეწეროს, ცხვარი არის უკვე რამდენი 1000 წელია ადამიანის მოშინაურებული ცხოველი, რომელიც საბოლოო ჯამში ჯერ უნდა პარსოს კარგად, კრიჭოს, მატყლისთვის, ტანსაცმლის შემდეგ ხორცად უნდა შეჭამოს. ეს არის ცხვრის დანიშნულება. ცხრისთვის ჩვენ რო ცხრები ვიყოთ ახლა. რა მნიშვნელობა აქვს ჯერ გვპარსავენ და მერე შეგვჭამენ თუ პირდაპირ შეგვჭამენ. ანუ ამ გაგებით ჩვენ თუ წარმოვიდგენთ ცხრებმა თანამზრახველები კი არ გამოდიან ერთი და იგივე გამკეთებული. გარკვეულწილად და შეიძლება ეგ ძალიან შეთქმულების თეორია გამოვა ახლა რომ მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე არ გამოურიცხავ რაღაც სცენასაც, როდესაც კომბლე და მგელი რაღაცას კონკურენტები არიან ცხრების შეჭმაში. კონკურენტები არიან, მაგრამ ცხრებს, ანუ და შეიძლება ოლიგოპოლიას აყალიბებენ კიდევ. კომბლეს რატომ სჭირდება მგელი? რომ ცხვარი დაარწმუნოს, რომ მის იქით გზა არ აქვს და მგელი შეჭამს. ამიტომ არიან მგელი არის კომბლეს კარგი მოკავშირე ამ შემთხვევაში, თორემ რომ მიდიან რომ ნახეთ როგორები არიან წავლენ დილით საბალახოთ დაბრუნდებიან თავის თუკან. წავლენ. იმიტომ ბრუნდებიან რომ ჩაგონებული აქვს რომ მგელი შეჭამთ მათ. ხო? ამიტომ რაღაცნაირად იძულებულები არიან. მოკლედ ჩვენ თუ დავინახავთ საკუთარ თავს როგორც ცხვარს უკვე მოზრდილმა ადამიანებმა ეს დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ დავინახოთ ჩვენ კომბლესა და მგლის ნამდვილი ზრახვები და წავიდეთ სხვა გზით, რომ მე არ მაწყობს მაგზით. ხო. კარგით. რაც შეეხება ახლა ოთარაან, ყოველ შემთხვევაში ხო შეიძლება მასე ინტერპრეტირება ხომ შემიძლია. თუმცა მე სხვანაირად ვუყურებ, ცხვარი არ არის სუბიექტი, ცხვარი არის ობიექტი, საკუთრების ობიექტია, კომბლეა მხოლოდ აქ სუბიექტი და დანარჩენი საზოგადოება კიდე რომელიც მის გარეთ არის. მე ასე ვხედავ. და ცხვრის ადგილზე შეიძლება ყოფილიყო მაგალითად ავტომობილი, რომელიც დღის განმავლობაში მიდის, ფულს აკეთებს, ტაქსაობს, ავტოპილოტია. და ვიღაცამ დაიჭირა დაშალა ნაწილებად. წავიდა კომბლე და დაიბრუნა თავისი ავტომობილი. კომბლე და ხო არ წარმოვიდგენ თავს ავტომობილის რადგან კომბლე ზღაპარია. ეს არ არის ალეგორიული ზღაპარი, მაინც და მაინც რომ რაღაცა ერთი საგანი ვიგულისხმოთ ერთი კონკრეტული საგნის უკან. ჩვენ შეგვიძლია, ანუ სიმბოლოა, კომბლეც, ცხვარიც და ასე შემდეგ. სიმბოლოა, სადაც შეგვიძლია ვიგულისხმოთ ნებისმიერი რამ. თუ კი ამას ჩვენ გავმართავთ ლოგიკურად. შესაბამისად,
მე აი ერთ-ერთი წაკითხვა ამიტომ თქვი სასწავლებელი ის ვარიანტიც არის რა თქმა უნდა რაც თქვი კი ბატონო მე ახლა გული იმაზე მტკივა და ეს აი ამას იმიტომ ვლაპარაკობ რომ მე დღევანდელ ჩვენს საზოგადოებას დიდწილად ასე ვუყურებ აი ამ ცხოვრების საზოგადოებას რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდება ხოლმე რომ მგელი და კომბლე თანამძრახველები არიან ამიტომ მაწუხებს და ამიტომ მინდა რომ აი ასეთი ინტერპრეტაციითაც წავიკითხოთ ეს ხაბა. და რაც შეეხება ახლა ოთარანთქვევის საზოგადოებას უკვე მართლა თქვათ ოთარანთქვის ვერ მაგვარი არა თუმცა ძლიერ ტრაგიკული პერსონაჟია პიროვნება თვითონ ეს უკვე რეალისტური მოთხრობა თუ შეიძლება ასე ითქვას ხო ილია ჭავჭავაძის ჩემი აზრით ჯერტი ჩემთვის ძალიან საყვარელი ეს მოთხრობაც თვითონ რაღაც სიყმაწვილის პერიოდს რომ უკავშირდება როდესაც არა მხოლოდ წავიკითხე და ვისწავლე არამედ მართლა რაღაც ჩემი მოსწავლეობის დროს უკვე ბოლო წლებში კარგად დავამუშავე ასე ვთქვათ ხო ხდებით და თვითონ ილიას ფიგურა ილიას ნაწარმოებები ასევე რაღაცნაირად არა მხოლოდ მწერალი და რაღაც ის ლიდერი უბრალოდ აი ბავშვობის ასაკიდან როგორც ხაპრები ასევე მოდიოდა ეს ილია იმიტომ რომ ჩემი ბებია იყო დიდი გულშემატკივარი თაყვანისმცემელი და აი ბავშვობის ამბები მახსოვს ილიაზე და ამიტომაც მაგრამ არის ძლიერ ტრაგიკული პიროვნება თვითონ ეს საზოგადოება ტრაგიკული იმიტომაც არის რომ ის წესრიგი რომელიც ჩვენ მოგწონს და რაზეც საუბრობდა ბატონი გია რომ რაღაც მიაღწია დაიცვა თავისი საკუთრება რაღაც სამართლიანობა აღადგინა და ასე შემდეგ მაინც არის ისეთ საზოგადოებაში რომელშიც ცხოვრობს ის ოთარანთქვრივი პირდაპირ შეიძლება ვთქვათ ეს არის გახრწნილი საზოგადოება დემორალიზებული საზოგადოება უბრალოდ რომ გავიხსენოთ მაგალითად ესე იგი ქვრივი ქალი თუ კი როდესაც მისი რიგი იყო წყლით მორწყვაზე თავისი ვიღაცა მიკეტავდნენ ზემოთ თუ კი ის არ ავარდებოდა იქ და ჩხუბს არ დაიწყებდა ხომ გესმით და შესაბამისად ჩვენ ამით კარგად ხედავთ თუ რა საზოგადოებაა ეს თავი რომ დავანებოთ ისტორიულ მოცემულობას და მართლაც ეს მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერიის ეს საქართველოს საზოგადოება ვერ დაიკვეხნის თავისი მორალით და ბოლო ილიას რაც დაემართა მერე მამის ერთ-ერთი გაირკვევლება არის ეს ხო და ანუ ტრაგიკულია როგორც თავისი პიროვნული და ასე ვთქვათ შვილის შეწირვითა და ანუ ამ თავისავე პრინციპების შეიძლება ითქვას რაღაცნაირი არ ვიცი რამდენად მყარია ეს ყველაფერი რასაც ის აკეთებს და რასაც ის იცავს სხვა შორის დასაწყისში თქვენ რომ აღნიშნეთ ასე იწყება არც თუ შემთხვევით ჩემი აზრით ხო ილია იწყებს ამ მოთხრობას აი რამდენიმე ის ყავს ჩინოვნიკი გზირი იასაული ბოქაულია თუ მამასახლისი და რაღაც ეს აი მაჯლაჯუნებივით არის დასაწყისშივე არც თუ შემთხვევით ხო ეს სინამდვილეში ეს რუსეთის იმპერიის რაღაცა ეს პროვინციის სოფელია ანუ მე მგონია ამით ილიას იმის თქმა უნდა ბარემ ჩავამატებ იმის თქმა უნდა რომ სიმართლისთვის ბრძოლას ამ შემთხვევაშიც კი აქვს მნიშვნელობა და ამ შემთხვევაში ხო და ამ სიმართლის ბრძოლაზე ვამბობ რომ რა არის ეს სიმართლის როგორ აღწევს ასევე ტრაგიკულია ესეც გუბერნატორამდე იარა და გუბერნატორმა მისცა უბოძა ეს სიმართლე რომელიც ეს გუბერნატორი ხო ვიცით ვინც არის აი ესეც არ არის შემთხვევით ჩადებული საქართველოს მაშინ არის ორი გუბერნია ეს ასევე რუსეთის იმპერიის ორი გუბერნია არის და არ ვიცი მე ღრმად მჯერა რომ ილია ჩვენ ამას გვაჩვენებს რომ აი ასეთი სიმართლე მიაღწია ამ ადამიანმა ამ გუბერნატორის ნაბოძ გუბერნატორისთვის ეს წვრილმანის საქმე იმდენად შემაწუხებელი აღმოჩნდა რომ იძულებული გახდა გადაეწყვიტა როგორღაც და რომ აღარ შეწუხებულიყო კი ბატონო ხო ეს არის მაგრამ მე უბრალოდ ამ სოფელ წაბლიანის ტრაგიზმზე ამ საზოგადოების ტრაგიზმზე ვამბობდი უბრალოდ რომ
აღარაფერი ვთქვათ იმ ეგრეთ წოდებულ ხით ჩატეხილობაზე, რომელიც მართლა მთელი საუკუნის განმავლობაში და რომელსაც დღევანდელი ტერმინოლოგიით ეს სინამდვილეში არის ჩვენი სენი, დღესაც მოუშორებელი სენი, პოლარიზაცია, რასაც ჩვენ ვუწოდებთ და რაზეც გვეუბნებიან, იგივე დასავლელი მეგობრები და პარტნიორები, რასაც ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია არის. რასაკვირველია, მარტო ჩვენთანაც არ არის, მაგრამ აი მანამ სანამ საზოგადოება ჩამოყალიბდება, რაღაცა წესებზე შეთანხმდება. აი როგორც შეთანხმდნენ ევროპელი საზოგადოებები, ხო? ვით იქნება ეს დანიური თუ გერმანული თუ ასე შემდეგ, ხო? ანუ საზოგადოების ერთი ნახევარი, როდესაც მეორე ნახევარს მტრად აცხადებს, ხო შეუძლებელია რაღაცა წესებზე, საერთო წესებზე რომ ჩამოყალიბდეს, ანუ საზოგადოების შედგომა ხო შეუძლებელი გამოდის ამ შემთხვევაში და ამიტომ არის კიდეც მაშინდელი და რა ვიცი, აი დღევანდლამდე მოყოლებული ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა. ვარაუდობდი, რომ აქამდეც მივიდოდა ჩვენი საუბარი ხით ჩატეხილობას რო ვახსენებდით, იმიტომ რომ დღევანდელი დღესაც ზუსტად ისეთივენაირად გვაქვს პრობლემა ხით ჩატეხილებით, ზუსტად ისეთი შეიცვალა, ასე ვთქვათ, მხარეები მეტნაკლებად, მაგრამ ხით ჩატეხილება ისევე ძალიან სერიოზულია, იმიტომ რომ ერთმანეთის არათუ მოსმენა და გაგება, არამედ დანახვაც არ უნდათ, როგორც კი რაღაცას მიამსგავსებენ, მაშინვე ის ან უღალატი, ან გასაგდებიან და რუსეთში ან რა ვიცი, ერთ წუთს წარმოუდგენელი რაღაცა, მაგრამ ეს ალბათ მე ცალკე გადაცემის თემად შეიძლება განვიხილოთ. მე მგონია, რომ ოთარანთ ქრის თუნდაც მარტო ამ ერთ ნაწარმოებს ერთი გადაცემით და ორი გადაცემითაც ვერ ამოვწურავდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გადაცემაში ვეხები ილიას ასე თუ ისე, ალბათ ილიას ვერასოდეს ვერ ამოვწურავ, აგერ ფაქტია, რომ მარტო ესეც რამდენ რამის განხილვას მომთოს. მოდი ახლა უშუალოდ უკვე თემას დაუბრუნდეთ და მინდა ბატონ მაგიამ თქვას თავისი აზრი ვერსიაზე, რაც თქვა, ასედაც შეიძლება ალბათ კომპლექს გაგება რა, როგორც გიორგი. მე ვფიქრობ, რომ ეს ასეთი საკითხები ზოგადად არ არის, თქვა ერთჯერადი რაღაცა, არამედ საზოგადოების ჩამოყალიბება, როგორც მოთანამშრომლე ადამიანების ხდება საუკუნეების მანძილზე. რაც უფრო თქვათ მყარი ინსტიტუტები ჩნდება, მით უფრო მყარი არის. ახლა მათ შორის მე მაინც მინდა რომ დაუბრუნდე კერძო საკუთრების მნიშვნელობას ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ სწორედ კერძო საკუთრება არის, რომელიც გარშემო ხდება მეტი ურთიერთობები ადამიანების. იმ წერილში, რომელიც მე დავწერე და ამაზე საჯარო ლექციებზე საერთოდ ქართულად თუ არსებობს გამომიგზავნა. არა, წერილი ინგლისურად არის, ქართულად არ დამიწერე. არ გაქართულად? ხო, ანუ იქ ვამოვდიეთ რაღაცას, რომ საბჭოთა კავშირში რა მოხდა. გააუქმეს კერძო საკუთრება და ამითი გააუქმეს ადამიანებს შორის თანამშრომლობის თავარი, თქვათ, ხო, რატომ თანამშრომლობენ ადამიანები. ერთი არის კერძო საკუთრება, მეორე არის სიცოცხლე, აი როგორც თქვათ, წელს განსაკუთრებული წელია, ერთი ბევრი თვალსაზრისით ალბათ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თვალსაზრისია, რომ 250 წლის თავი არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის. ნუ შეერთებული შტატები მაგ დროს არ არის, ამერიკის დამოუკიდებლობის, ასე ვთქვათ და იმის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისადმი სწრაფვა. ხო და ამ სიცოცხლეს როცა ვეხებით, რა თქმა უნდა, ადამიანები იმის მერეც რაც საკუთრება გააუქმეს, სიცოცხლესთან დაკავშირებით თანამშრომლობდნენ მაინც და ფიქრობდნენ, რომ ვინმე თუ ვინმეს მოკლავს, ეს ცუდია. მაგრამ მანამდე იყო კიდე ძალიან დიდი სათანამშრომლო სივრცე, ეს იყო კერძო საკუთრების სამყარო. სადაც მე სხვის საკუთრებას პატივს ვცემ, იმიტომ რომ ველოდები, რომ ისიც ჩემს საკუთრებას ცემს პატივს. და ამას
ხვდები, იმიტომ კი არა რომ უცებ ჭკვიანი გავხდი. არამედ იმიტომ რომ გამოცადე ეს ყველაფერი როგორც წამთქი. იყო ასეთი ილიას აქ მოკლედ ვიტყვი ახლა გამახსენდა. ჩემი საკუთრება, ჩემი უფლება, ხოლო სხვისი საკუთრება, ჩემი ვალდებულება. ხო, მოვალეობა. მოვალეობა. ხო, მოვალეობა. ძალიან აი მოვალეობა მაშინ ლამაზად აქვს ფორმულა ჩამოყალიბებული. შესაძლოა როცა მოვალეობას ამბობდა იმ დროს პასუხისმგებლობა სიტყვა და მოვალეობა ერთი და იგივეს ნიშნავდა ეთყობა მაგ პერიოდში. პრინციპში ერთი იგივე არის. ხო. ხო, მე უფრო შორს ავედი და ვახსენებ დევიდ ჰიუმს, რომელიც იყო შოტლანდიელი მორალისტი, ფილოსოფოსი, მორალური ფილოსოფოსი უпроსორად, რომელიც ეგეთ რაღაცას ამბობდა და ეს ფრაზა მე არ წამიკითხავს თვითონ დევიდ ჰიუმის ნაწარმოებში, უпроსორად მე წავიკითხე ეს. არამედ ფრიდრიხ ჰაიეკი ახსენებდა თავის ნაწარმოებში გზა ბატონყმობისკენ, იქ ერთ-ერთი წამძღვარება აქვს ერთ-ერთ თავს ეს ფრაზა და ბევრჯერ დამაფიქრა ამან რატო უნდა ეთქვა ეს დევიდ ჰიუმს, რომელიც ამბობს ესეთ რამეს, რომ მორალის წესები არ არის ადამიანის აზროვნების შედეგი. თანამშრომლობის შედეგი. ხო, ანუ და შემდგომში ამ თავს ჰაიეკი უძღვნის იმას, რომ თანამშრომლობამ შექმნა ეს ადამიანების თანამშრომლობა შექმნა. აი ხლა ჩვენ ამას თუ შევხედავთ დევიდ ჰიუმმა რა თქვა, მე იმან რა თქვა ეს ყველაფერი ამის პარალელურად ილია ჭავჭავაძეც ამბობს იგივეს. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში და რატო ამბობს ამას? ჩემი აზრით იმიტომ ამბობს, რომ ცდილობს რომ მიეხმაროს, რომ ესეთი გახდეს ჩვენი საზოგადოებაც, სადაც მორალის წესები ყალიბდება კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით. და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ სხვა ნებისმიერ რაღაცები უფრო იშვიათი არის. ხლა ადამიანს არ კლავენ ყოველდღიურად, მაგრამ კერძო საკუთრებითი ურთიერთობები ყოველწამიერი არის. და ამ ურთიერთობებში ითქვიფება თუ დუხს თუ რაც კიდე დაარქვი და ნელ-ნელა ჩნდება ახალი წესები, რომელიც ეფუძნება იმას, რომ შენ თუ გინდა რომ შენს საკუთრებას პატივი სცენ, სხვის საკუთრებასაც უნდა სცე პატივი. ეს იყო რაც მოშალეს კომუნისტებმა მე შემდგომში. კომუნისტებმა გააუქმეს მოშალეს უბრალოდ ის კი არ თქვეს, რომ ეს ყველაფერი უკანონო არის ან რაღაც. ხო, რა თქმა უნდა, მათი კომუნისტური პარტიის მანიფესტი პირდაპირ ამას ლაპარაკობდა, მაგრამ უფრო უარესი იქნეს, რომ გააუქმეს კერძო საკუთრება და გააუქმეს არასწორი სიტყვა, გაანადგურეს ის ხალხი, ვისაც ეს წესები მოქონდა მათთან ერთად. ეს მათი მატარებელი ხალხი გაანადგურეს. მესაკუთრეები, ახალი გაჩენილი მესაკუთრეები, ელიტური რაღაცა ადამიანები, რომლებიც თავის ცხოვრებით მიხვდნენ, რომ კერძო საკუთრებითი უფლებების დაცვა, კონტრაქტის და სიტყვის შესრულება ყველაფერი რატომ იყო მნიშვნელოვანი და შემდგომში ერთის მხრივ გააუქმეს საკუთრება, რომლის გარშემოც ჩამოყალიბდა ეს ყველაფერი და გაანადგურეს ის ხალხი, ის ელიტური წარმომადგენლები, რომლებსაც ეს ცოდნა მოქონდათ და სხვებსაც არ წუნდებდნენ, რომ ასეთი ქცევა არის სწორი და მომბაძეთ მე. ამას რო გააუქმებ, მე შეგრჩება ხელში საზოგადოება, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, ეხლა აღარავის აინტერესებს მორალის წესები. და ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ შევესწარით ერთი პერიოდი იმას, რომ ეს მორალის წესები ჩამოყალიბებული იყო რაღაც მე-18 საუკუნის ბოლოსთვის ალბათ უკეთესად იყო ვიდრე როდესაც რუსეთის იმპერია შეუერთდით. მე რუსეთის იმპერიის დროს გაუქმდა ის მონათულობელობა თუ ბატონყმობა და შემდგომში თავიდან დაიწყო ამან განვითარება, ჩვენთან უფრო სწრაფად ვიდრე რუსეთში, ასე მგონია და
ამ დროს მოდის რევოლუცია, რომელიც ამას ისევ თავიდან ანადგურებს და ახლა ჩვენ ისევ შევესწარით იმას, რომ თავიდან ვიწყებთ მორალური საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომლის გარეშეც ის დანარჩენი პოლიტიკა იქნება თუ ყველაფერი არ მუშაობს სწრაფად რა, ეს თუ არ მუშაობს, ის დანარჩენი არის მიმბაძველობით მარტო, რომ აი იქ ასეა და ამიტომ კაია და ჩვენით რომ ჩამოყალიბდეთ ამაში ხეს შეგვიწყობდა ის რომ რაც შეიძლება მეტი კერძო საკუთრება ქონდეს და რაც შეიძლება მეტი ურთიერთობები გაჩნდეს და ნელა ეს ყველაფერი შეავსებს და შექმნის ამ ახალ საზოგადოებას, რომელიც დაფუძნებული იქნება სწორედ კერძო საკუთრების დომინაციაზე, თქვა. ეს არ არის სწრაფი რაღაცა, ვერ მოხდება ძალიან სწრაფად, მაგრამ ილია ჭავჭავაძეც ხვდებოდა რომ სწრაფად ვერ მოხდებოდა, მაგრამ დაწერა ეს ნაწარმოები, რომელთაც ცდილობდა რომ ეჩვენებინა რომ ეს არის სწორი გზა და ჩვენ ალბათ უნდა გავაკეთოთ ვინც მივხვდით ამას უკვე რომ სწორი არის რომ ეს არის მნიშვნელოვანი და თუ ამას არ მივაქცევთ ყურადღებას ის თავისთავად იქიდან რაღაცები ინსტიტუტები არ გაჩნდება. აი მაგალითად კახა ბენდუქიძე ერთხელ ესწრებოდა 2006 წელს რაღაცა დისკუსიას ალბათ იქ ვინც ესწრებოდა ყველას ახსოვს რაც თქვა მან თქვა რომ სასამართლო ну იქ ხალხი იყო ოპოზიციურად განწყობილი მაშინდელი ხელისუფლებისადმი და კახამ თქვა რომ სასამართლო ვერ გაჩნდება საქართველოში მანამდე სანამ ყველა არ დაინახავს რომ ეს საჭიროება არსებობს სანამ არ შევეშვებით სატელეფონო სამართალს მაგალითად რომ დაუბრეკავ ვიღაცას და ის მოსამართლეს დაუბრეკავს და რაღაცა და ამითი გახვალ ფონს და ეს მაშინაც დომინირებდა ეხლა არ ვიცი რამდენად სერიოზული არის ყველაფერი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენზე პირადად ყველა ადამიანზე არის დამოკიდებული მაგრამ ეს ჩვენზე დამოკიდებულება რომ გამძლავრდეს და ფესვები გაიდგას ამისთვის საჭიროა კერძო საკუთრების რაც შეიძლება მეტი განვითარება და მეტი ურთიერთობები რომ დავინახოთ კერძო საკუთრებას პატივისცემას სხვის საკუთრების რატომ აქვს ასეთი დიდი მნიშვნელობა და ამისი ჩემი აზრით სახელმწიფოს ხელშია იმის პრივატიზება საჭირო კიდე რა თქმა უნდა რაც მეტი მესაკუთრე გაჩნდება მით უფრო მეტი იქნება თქვათ მოთხოვნას კარგ სასამართლოზე ეს კარგი სასამართლოს არსებობა ახლა როგორც არ უნდა თქვათ სხვა ფერებში მოეჩვენოთ ჩვენს მაგალითად იურისტებს კარგი სასამართლო არ დგება იმისგან რომ ვიღაცა გაბრაზდება და იტყვის რომ ყველიდან კარგი სასამართლო უნდა კონდეს ეს არ მოხდება მოხდება იმ შემთხვევაში თუ მეტ ადამიანს გაუჩნდება სურვილიო სასამართლო კარგი კონდეს და ყველა ჩათulis რომ ეს ჩემი პირადი საკითხიც არის არ არის ეს მხოლოდ იმათი პირადი საკითხი ვინც ახლა დგას სასამართლოსთან და აპროტესტებს რაღაცას უბრალოდ სურვილი არა სერიოზული мотиваცია რომ რაღაცნაირად დაიხარჯოს კიდეც ხო ანუ შენამდე სანამ არ მოვა მანამდე თუ არ გაგახსენდება ეს რა თქმა უნდა ის არ შეიცვლება ეს რა და შენამდე რომ მოვა და მე რა აღმოაჩენ რა თქმა უნდა მე ეს სწრაფად არ იცვლება ის ყველაფერი და ვინც მე ტელევიზორში რაღაცა სერიალის მსგავსად უყურებს იმას რა სეირია რაღაცა და აი ვიღაცები შეიკრიბნენ იყვირეს იჭუბეს რაღაცები და არაფერი არ შეიცვალა ხო ეს ასე ეს არ შეიცვლება მაგრამ აქ ჩვენ მორალის კითხვა და რაღაცა თუნდაც ყოველდღიური შეგონებები გონია რომ არ უშველის ამას მხოლოდ ეგ არ უშველს ყოველ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა ვაკეთოთ ის რასაც ამ წუთას ვაკეთებთ მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს რომ მესაკუთრეთა რაოდენობა გაიზარდოს და მათ ყოველდღიურად დაინახონ საჭიროება იმისი რომ მორალური ქცევა არის საჭიროებიდან გამომდინარე იგივე დევიდ ჰიუმს აქვს მორალზე ესე რომელშიც წერია რომ აი მაგალითად ქუჩაში რომ კასრი დევს ვინით სავსე ლუდით სავსე არ მახსოვს როგორ შეიძლება ვისკით სავსე ხო ეს ვიღაცის საკუთრებაა და ამიტომ რა თქმა უნდა მეუფლება არ მაქვს რომ ის ავიღო
და ეს უსამართლობა იქნება რომ მე სვისის საკუთრება ავიღო, მაგრამ ეხლა წარმოვიდგინოთ რომ გემით მივცურათ საერთოდ გემი იღუპება და კასრი არსებობს ჩემ გვერდზე, სვისი კასრია, მაგრამ თუ იმას არ ჩამოვეკონწიალები, ასე ვთქვათ, ვერ გადავრჩებით. ახლა იქ დავიწყო მე იმაზე ფიქრი ეს უკანონოა თუ კანონიერია თუ უსამართლოა თუ სამართლიანია, ეს სისულელე გამოა. აი ამას ხსნიდა 300 წლის წინ ეს მსმენელმა რო იცოდეს დევიდ ჰიუმის 300 წლის წინ იყო შოტლანდიელი მორალური ფილოსოფოსი. ის კი იქნებოდა აუცილებლად ახლა შოტლანდიელი. რახან შოტლანდიური რა თქმა უნდა. ხო, ამიტომ მე მგონია რომ მე არ მგონია რომ ჩვენ რაღაცა არასწორი ხალხი ვართ. აბსოლუტურად პირიქით 100 წლის წინ ჩემი აზრით ბევრი საფუძველი მაქვს ამისთვის სათქმელად, რომ ქართული საზოგადოება საკმაოდ ჩამოყალიბებული იყო. საზოგადოება ჩამოყალიბებული იყო, იმიტომ კი არა რომ ვიღაცამ საზოგადოება დაგვარქა, არამედ იმიტომ რომ თანამშრომლობა უკვე იყო, ასე ვთქვათ, მოდაში. რომ ადამიანები ფიქრობდნენ, რომ აი ის ვიღაცა კარგად იქცეოდა, მაგალითად ლეგენდები არსებობს, რომ აი თბილისელის სკოლის მასწავლებელი ასეთი და ასეთი იყო. აი შორს რო არ წავიდეთ, სხვადასხვა რაღაცაში ჩანს ეს, მაგალითად ჩანს ფილმში ვერისუბნის მელოდიები, რომ ვერ წარმოედგინათ, რომ აი სკანდალი ატყდა, რომ ვიღაცამ შეშა მოიპარა და სკანდალი ატყდა მთელ ვერაზე, რომ ვიღაცამ შეშა მოიპარა, ეს როგორ მოხდა ეს ვიღაცამ შეშა მოიპარა. ხო, წარმოუდგენელი ფაქტი იყო, რომ ვიღაცამ ხორცი მოიპარა, ვიღაცამ რაღაცა. ისე ამის ფრაგმენტის ჩართვა შეიძლება. ხო, ასე, კი, რა თქმა უნდა, და ასევე ამბობენ, რომ 20-იან წლებში იქნება თუ 30-იან წლებში თუ 40-იან წლებში, აი მასწავლებელი რო გაივლიდა ქალაქში, ყველა ძალიან დიდი პატივისცემით უყურებდა და ეს არის ჩემი აზრით იმისი გამოძახილი, რომ ზოგადად ვინც კი საქმეს წესიერად აკეთებდა, ყველა დიდი პატივისცემით უყურებდა ყველა იმ ადამიანს. და მასწავლებელი მაშინ იყო თითით საჩვენებელი პიროვნება, იმიტომ რომ მის სერვისზე ძალიან მაღალი მოთხოვნა იყო ერთი და მეორე, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც სიტყვის ადამიანი იყო, როგორც ის დანარჩენი ყასაბი იყო თუ თქვათ მშენებელი იყო თუ რაღაცა, ყველა სიტყვის ხალხი იყო და მასწავლებელი სიტყვის ადამიანი იყო, რომელიც მიდიოდა კლასში და ფულს რაშიც უხდიდნენ იმ საქმეს აკეთებდა და აკეთებდა ხარისხიანად, ამიტომ ყველა ფიქრობდა, რომ აი ეს არის პატივსაცემი ადამიანი და არა კონკრეტულად მხოლოდ ის, რომ ის მასწავლებელი იყო, იმიტომ რომ ის ძალიან დაფასებული ადამიანი იყო მაშინ მასწავლებელი და დაფასებული იმიტომაც იყო კიდევ დამატებით, რომ ის თავის საქმეს აკეთებდა იმის შესაბამისად, რამდენსაც უხდიდნენ და ეხლა ეს რომ არ იყოს რაღაცა ილუზია, ხო, მაგალითად ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთ ნაწარმოებში აღმოვაჩინე, რომ რა ღირდა სწავლა გიმნაზიაში 2700 მანეთი ღირდა, რომელიც მე რომ გადავთვალე, ამოვიდა 10000-ობით ამერიკული დოლარი დღევანდელი, 10000-ობით. ეხლა არ ვიტყვი სპეციალურად რამდენი გამო ვიღაცამ შეიძლება თვითონაც იანგარიშოს, მაგრამ ვიტყვი მაგალითად იმას, რომ ეს იყო დაახლოებით 2 კილოზე მეტი ოქრო იყო. 2700 მანეთი იყო 2 კილოზე მეტი ოქრო. და რა ღირდა შესაბამისად განათლება მაშინ, ხო? ძალიან ძვირი იყო და ძვირს იმიტომ იხდიდნენ, რომ ის რასაც იყიდიდი, ის იყო ძალიან სერიოზული ხარისხის და მნიშვნელოვანი იყო. ამიტომაც იყო, რომ მასწავლებელს პატივსცემდნენ მე, რომ იმას ძალიან მაღალი ხელფასიც ჰქონდა და თავის საქმეს აკეთებდა პატიოსნად და ასრულებდა იმ დონეზე, რომელიც მოითხოვებოდა იმ ფასად, ხო? აი ეს თუ დავინახეთ უფრო ფართო თვალსაზრისით, ჩვენ მაგისკენ თუ რამე ხეს გვიშლის რომ წავიდეთ ასეთი საზოგადოებისთვის, ყველა ბარიერი უნდა გავაუქმოთ და დანარჩენს ეს კერძო საკუთრება თვითონ დაალაგებს ყველაფერს. კი, თუ კი ადამიანები
ჩადგებიან იმ მდგომარეობაში ყველა ქვეყანა საკუთრებად ასაცავი აუცილებლად მოუწევთ წასვლა თანამშრომლობას სხვანაირად ცხადია ვერ მოხერხდება მაგრამ მეორე პრობლემა არის რა აქვს ამის განსახორციელებლად ის ბარიერები ყველაზე დიდი პრობლემაა და მათ შორის ერთი ბარიერია სერიოზული ბარიერია ასევე თუ ადამიანთა რაღაც გარკვეული ნაწილს მართლა არაფერი არ აქვს როგორც შეიძლება მოხდეს რომელიმე რაღაც საზოგადოებაში თუმცა ესეთების რაოდენობა მცირდება დღევანდელ მსოფლიოში. მე მგონია რომ მიდრეკილება ყველას აქვს რომ კონდეთ თავის საკუთრება და იმიტომ რომ საკუთრება მარტო ეხლა ესე რო არ წარმოიდგინოთ რომ თითქოს რაღაცა ეს ასე მიმაჩნია რომ ის მხოლოდ და მხოლოდ კარგი ცხოვრების შესაძლებლობა საკუთრება ასევე ადამიანის თავისუფლების გარანტია არის. მე ჩემი საკუთრება მაქვს, არავის დამოკიდებული არ ვარ და ჩემს საქმეს მიხედავ. საკუთრება არის ადამიანის სიცოცხლის ნაწილი. მე იმისთვის რომ ის საკუთრება შემეძინა, ჩემი სიცოცხლის გარკვეული პერიოდი მაქვს დახარჯული. ჩემი სიცოცხლის წამები მაქვს გაღებული ყოველი ლარისთვის რაც ამის გარდა ჩემი დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება რაც მეტი საკუთრება მაქვს არა მარტო მთავრობისგან დამოუკიდებლებს არამედ სხვა ადამიანებზეც არ ვარ დამოუკიდებული და ჩემს საქმეს ვაკეთებ და იმითი მივხედავ ჩემს ცხოვრებას რა და თუ არა მაქვს მაშინ მე სხვებზე დამოუკიდებული ხდები და მე ჩემზე გავლენა და აგიტაცია რომ ყველაფერი შენი პრობლემები სხვისი ბრალია, რაღაცებს რომ მარტივდება მაგ შემთხვევაში და მე იგონებენ 1000 გვარ თქვათ რეგულირებებს და საკუთრების შეზღუდვებს რომ ის ადამიანები რომლებსაც ჯერ არ უცდიათ და არ წუნდან და სხვისი ბრალია მათი პრობლემები. კი, ეს სხვადასხვა ყველაზე დიდი პრობლემაა იმისთვის რომ შენ წარმატებას მიაღწიო. თუ შენს პრობლემას ან რაღაც პრობლემების სხვებზე გადაბრალებას აკეთებ, ეგ წარმატებას ხელს გიშლის. ყველაზე მეტად ეგ გიშლის ხელს. ეს ყველას ეხება. ხო, როგორც წესი საკუთარ თავს ყველაზე ბოლოს ადანაშაულებთ ხო. ამიტომ არის, თუ ადამიანები გავითვალისწინებთ და მივხვდებით იმას, რომ გარემო ისეთია, როგორიც არის და ამ გარემოში უნდა მივახციოთ ჩვენ რაღაცას თუ გვინდა. სხვანაირად არ გამოდის შენ ჭკუაზე არ შეიცვლება ეს გარემო, არა? დავუმატეთ, თორე გავიდა 1 საათი, ისე მალე გავიდა მე. კი ბატონო, მოკლედ ვიტყვი მაშინ თვითონ ამ საკუთრებაზეც და იმ საზოგადოებაზეც 19 საუკუნის ბოლოს და დღევანდელ საზოგადოებაზე ამ საკუთრებას რომ დავაკავშიროთ. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს ხოლმე ეს და გვიფიქრია და გვაწუხებს რომ აი დღევანდელ ჩვენს მოქალაქეებს ჩვენ საზოგადოებაში როგორ აქვთ ისე მოწყობილი გონება რომ როდესაც საუბარია ეგრეთ წოდებულ საერთო საკუთრებაზე ანუ სამთავრობო საკუთრებაში თუ სახელმწიფო საკუთრებად წოდებულ რაღაც ქონებაზე და როდესაც იდეა ითქმება რომ მოდი ჩვენ საზოგადოებამ დავინაწილოთ თანაბრად ეს რაღაცა საერთო ქონება ადამიანები ამ იდეის მიმართ ვერ აინთებიან ხოლმე პოზიტიურად ვერ განეწყობიან ხოლმე თქვენ აღნიშნეთ რომ ყველა ადამიანის მოთხოვნილება არის თითქოს ხო საკუთრების მოხვეჭა როგორღაც ქათამიდოქრეცის იმას გავსება მაგრამ რატომღაც ჩვენ ხო ხედავთ ამას ხო რატომღაც ამ იდეის მიმართ ვერ წამოვიდა რაღაცა ფართოფენების საზოგადოების. ამას ცხადია თავისი მიზეზები აქვს. შეგვიძლია ჩვენ რამდენიმე დავასახელოთ, რომ თქვათ, ვერ დაინახეს მექანიზმები, როგორ ხდება ამის რეალიზება. ან ახსოვთ რაღაც არასასიამოვნო გამოცდილება ამ პროცესთან დაკავშირებით და მოგლედ ისეთივე ლიბრი გვაქვს გადაკრული დღესაც ადამიანებს როგორც მაგალითად გიორგი ოთარანთქვრივის გიორგი ხო ვერ წარმოიდგენდა და არ დაებადებოდა აზრად რომ მე რომ მივდივარ აქ სამსახურში ვუდგები არჩილს რაღაც დიდი მამულები აქვს
ხო და იმუშაოს იქ დაეხმაროს მეურნეობის გამართვაში და ასე შემდეგ. გიორგის ხომ აზრადაც არ დაებადება რომ ეს მამული შეიძლებოდა რაღაც ნაწილი ჩემი გამხდარიყო, ხო? ისე არის. ეს ხით ჩატეხილობა მაინც და მაინც რაღაცის გატეხვას ასეთ ვიზუალურად ამას ხომ არ ნიშნავს. ეს წარმოდგენებში მაშინდელი საზოგადოების ადამიანების წარმოდგენებში არსებული რაღაც აღქმებია, ხო? ასე ხედავდნენ. სხვაგანად ვერც წარმოედგინათ და ისევე როგორც მაგალითად იქითა თქვათ იგივე კესო არც უყურებს როგორც სრულფასოვან ადამიანს თავის მოსამსახურეს ამ შემთხვევაში გიორგის არც აღიქვამს და არათუ სიყვარული ვერ წარმოუდგენია მასთან როგორც აი ესეთი თავისი თანასწორ ადამიანადაც კი არ უყურებს და არა და მად არის ნათქვამი ოთარან თქრივში რომ წიგნებს კითხულობდნენ რომ თანასწორები არიან ანუ წიგნებში ეგ კიდე ცალკე ერთი დიდი პრობლემა აზრობრივად იციან რომ ადამიანია მაგრამ როგორც კი პრაქტიკაზე გადმოდის საქმე მაშინ ჩდება აი ეს რაღაც ასე ვთქვათ კლასობრივი თუ ხო რაღაც ეს წოდებრივი ისა და ვერც მოვსთხო ახლა ჩვენ როგორ შეიძლება მოვთხოვოთ მithumetes დღევანდელი გადასახედიდან მაგრამ დღეს ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ რომ ადამიანებს აქვთ ხოლმე ჩადებული თავში რაღაცნაირად მოწყობილი რაღაც ხატები და იმის მიღმა ეს დანახვა არის შეუძლებელი. ხო, აი გესმოდეთ და არა გულისხმა ხოთ, ამაზეა ნათქვამი რომ შეიძლება რაღაცა ვთქვან, გავიგო, წავიკითხო, მაგრამ ამას მე ვეღარ გადმოვიტან. ვეღარ დავაკავშირებ. დიდი სხვაობაა მაგაში. თვალწინარ. მე ისა მაგაზე მახსენდება ხოლმე და ამ თემასთანაც გარკვეული თვალსაზრისით მიდის და ბარემ ვიტყვი ეს ფრაზას რეიგანის ფრაზა არის რომელიც ამობს ეგეთ რაღაცას ვინ არის კომუნისტი ის ვისაც წაკითხული და დასწავლილი აქვს მარქსი და ლენინი და ვინ არის ანტიკომუნისტი ის ვისაც გაგებული აქვს მარქსი და თუ გაიქე კომუნისტი აღარ იქნება მაშინ ზუსტად მაგაში გვაქვს საქმე ის რომ რაღაცა ვიცით ჯერ არ არის საკმარისი ის რომ გვესმოდეს შეიძლება არ გვესმოდეს მაინც ეს არ არის მარტივი ამბავი ამ გიორგის ამაზე თუ შეიძლება რა სწრაფად შევეძლები თქვა პირველ რიგში შეიძლება ერთი რაღაცა დავინახოთ რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც რომ მესაკუთრის ფუნქცია აქვს აი კაპიტალისტი ასე ვთქვათ ხო რომელიც ფიქრობს რომ თავისი საკუთრება თუ კაპიტალი უნდა გამოიყენოს რაღაც სარგებლის მისაღებად მეორე ნუ ყველა ადამიანი არ არის ასეთი ანუ სამეწარმეო ანტრეპრენორული აზროვნება ყველა ადამიანს არ გააჩნია თანაბარი ყველას გააჩნია მაგრამ თანაბარი არ გააჩნია ალბათ პროფესორი ალბათ ეს არის ხო შეიძლება თვითონ ოთარან თქვრივი თვითონ იყო უფრო მესაკუთრე მაგრამ მისი შვილი შეიძლება უფრო მენეჯერი იყო მაგალითად რატომაც არა და წავიდა არჩია რომ სხვისი და მეორე ეს არ გამორიცხავს იმას რომ წავიდა იქ იმუშაოს და აგროვოს და მე თავის საკუთრებას შექმნას მაგრამ სხვა თვალსაზრისით ჩემი აზრით კიდევ ერთი რაღაცა არის რომ აი ჰანს ჰოპე მაგალითად მის ცნობილ წიგნში დემოკრატია რომელიც ჩავარდა თუ რა ვიცი ღმერთი რომელიც მოკვდა თუ მოგონა ასე ქვია დემოკრატია ღმერთი რომელიც ჩაფლავდა ასე ქართულად ასე შეიძლება დავარქოთ ხო ის ამას რომ ბუნებრივი ელიტები უფრო კარგად აკეთებენ რაღაცებს ვიდრე თქვა დემოკრატიული პროცესით შერჩეული ელიტები ხო და ეს ბუნებრივი ელიტები თქვათ მე-19 საუკუნემდე სანამ ტექნოლოგიების უფრო სწრაფად განვითარებას შეძლებდნენ მანამდე იყვნენ თქვათ ფეოდალები და არისტოკრატია თქვათ რაღაცა მიზეზით მაგალითად იმიტომ რომ მათ უკეთესად მოახერხეს რაღაცა ქონების გამოყენება რაღაც მოკლედ რაღაცა მიზეზით ისინი გახდნენ ელიტები და სხვები დაბიოები იყვნენ მაგრამ მე-19 საუკუნე უკვე ყველაფერს ცulis და
პარალელურად ამ ეგრეთ წოდებული ბუნებრივი ელიტების არისტოკრატიისა წარმოშობა ბურჟუაზიამ, რომელიც გახდა ელიტა იმიტომ, რომ მათ მცდელობა არ დააკლეს, რომ ინოვაცია და თქვათ სამეწარმეო უნარჩვევები რისკისადმი თავიანთი უფრო იოლი დამოკიდებულებით მიაღწიეს უფრო მეც. და ნელ-ნელა მათი ამ არისტოკრატიის ქონების გადმონაწილება დაიწყეს. ეხლა ეს შეესწრო ილია ჭავჭავაძე სწორედ ამ პროცესს ალბათ, რომ ისინი ბუნებრივად კარგავდნენ თავიანთ თქვათ შესაძლებლობებს ამ ქონებას და ეს ნელ-ნელა ხელში გადადიოდა უფრო მარჯვე, უფრო საქმიანი ადამიანების ხელში, როგორც იყო ოთარ ანთქმრივი. რომელმაც უკეთესად იცოდნენ საკუთრების გამოყენება ელემენტარულად და აქ ტრაგედიის მაგას უწოდებს ეს ეკონომიკის რკინის კანონია. ხო, რა თქმა უნდა, კი. და თავის წერილებში ბევრგან აქვს ეგ ნახსენები, ხო? და ამაში ტრაგედიაც არაფერი არ არის, ეგ იგივე თქვათ ჩვენ შეიძლება ყოველდღიურად გამოიყენებს იმან მის ხელში უნდა გადავიდოს ეს ბუნება. ხო, აი მე რატო კიდე შემიძლია ეს დავაკავშირე იმასთან, რომ ჩვენ ახლა აღვიქვამთ ჩვენს გარშემო მოვლენებს აღვიქვამთ ემოციურად, იმიტომ რომ დღეს ვცხოვრობთ და ახლა ეს უტოპია იქნება, რომ ადამიანს უთხრა, რომ ნუ ნერვიულობ შენ დღევანდელ პრობლემებზე, არამე და ჩათვალე, რომ 50 წლის მერე ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი მორალის თავის ადგილზე დადგება, საკუთრებას თავის ადგილზე დადგება და პოლიტიკოსებიც უფრო წესიერად მოიქცევიან და ასე შემდეგ. ეხლა ეს რა შეღავათია ჩემთვის შეიძლება რაცა მიგითხრა 50 წლის მერე რა იქნება, რაში მაინტერესებს, ხო ეს აქეთა ხარის უტოპია შეიძლება იყოს. ან არაფერი არ იქნება მაინც. ხო, ამიტომ რა თქმა უნდა ეს რთული საკითხია, რომ ადამიანს უთხრა, რომ აი ეს პოლიტიკოსები ერთმანეთს რო ჭამენ ახლა, ხო? ასე ვთქვათ და არის დაპირისპირება, ხო? ნუ აღიქვი როგორც ნორმალური მოვლენა და თუ არ მოგწონს ტელევიზორში ერთმანეთს რომელიღაც არხზე არ მოგწონს, გადაერთეს სხვა არხზე. და დამთავრდება და Facebook შეეშვი, აი პირადად მე ყველას მოვუწოდებ Facebook შეეშვა, როგორც მე შევეშვი 16 წლის. კარგი. ხალხმა თავი თვითონ იცის Facebook-ი უჩვენია თვითონ. ნუ ახლა ეს ჩემი მხრიდან ეს რჩევა მეორე არის რომ ხო, მე დავამთავრებ მაგრამ რა თქმა უნდა ამის პარალელურად ჩვენ და ყველაფერი გავაკეთოთ რომ მეტი სინათლე შევიტანოთ ერთის მხრივ და მეორე რომ რაც შეიძლება მეტი საკუთრება გადავიდეს კერძო ხელში რომ მეტი მესაკუთრე გაჩნდეს და ადამიანები დაინახოს მათი ვთქვათ მომავალი დამოკიდებულია იმაზე რამდენად სწრაფად მოხდება ეს და არა იმაზე რომ იფიქრონ რომ აი სხვას თუ არ შეხვდება, აი მეც არ შეხვდეს, ოღონდ სხვასაც არ შეხვდეს. ეს დამოკიდებულება არაფერს არ მოიტანს. ის რატომაც კერძო საკუთრების თქვა დაბრუნება ჩვენთან ნელა მიდის და 1000 გვარ მიზეზებს იგონებენ. ეს იმას ეყრდნობა, რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ აი ეხლა ესენი ისე გადაანაწილებენ, რომ მე არაფერი შემხვდება და ამიტომ რატომ უნდა მოვიღლა მაგაზე თავი, რატომ უნდა დაუჭირო მხარი. ამას უნდა დაუპირისპიროთ ის, რომ ჩვენ ვაპირებთ, რომ შექმნათ და ამას მხოლოდ კერძო საკუთრებითი საზოგადოება შექმნის ისევ და ისევ. რომ ჩვენ და გადავიდეთ ისეთ მოდელზე, რომ აი შენ ვერ გამოიყენე საკუთრება და მე იძულებული გახდები იმას გადასცემ, ვინც გამოიყენებს იმას უკეთესად. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, უტოპიური არ უნდა იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით სამყაროში არ გამოუგონიათ უკეთესი მოდელი, როგორ უნდა გადახვიდე ამ თქვათ დათრგუნულ კერძო საკუთრება დათრგუნული საზოგადოებიდან კერძო საკუთრების დომინაციურ საზოგადოებაში. ეს ხდება ბაზარზე, ეს ხდება ყოველდღიურობით და არა გაბრაზებით და მიტინგებით და მაგის გაგება და მიღება როგორც ჩანს არ არის ადვილი. გიორგი დავამთავროთ ახლა უნდა და რა ვიცი შენ ბოლოს იკონექტო უკვე ხო რაღაცნაირად ის რომ წამოვიდეთ პოლარიზაციიდან და დღევანდელობაში რომ გადმოვიდეთ რომელიც არის ერთ-ერთი სცენია კიდევ ვიმეორებ ჩვენიც და
ის მოვლენები, რაც განვითარდა თუნდაც მე-20 საუკუნის დასაწყისში, მათ შორის ილიას მკვლელობის ჩათვლით თუ აქედან დაწყებული და შემდეგ იგივე ტრაგიკული დასასრულის ჩვენი დამოუკიდებლობის იყო ამის განმაპირობებელი, აი ეს სცენი სწორედაც ხით ჩატეხილობა ილიას სიტყვებით თუ მაშინდელი ასე ვთქვათ თქმით შეგვიძლია გაუცხოებაც გამოვიყენოთ და დღეს ყველაზე უფრო ხშირად პოლარიზაცია გამოიყენება ხოლმე. როდესაც აი როგორც კესო ვერ აღიქვამდა სრულფასოვან ადამიანად იქით დგომ რაღაცა ენას, თემს, კი ბატონო, ხო? ასევე ხო ამას ხო ხედავთ ჩვენ ყოველდღიურ აგრესიულ რეჟიმში თან რომ ის ადამიანები რომლებიც არიან მეორე მხარეს, მეორე პოზიცია მხარეს იქ მართლა მდინარის უფსხრულის გაღმა კი არ არიან. ჩვეულებრივად ჩვენ სადარბაზოში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც განსხვავებული პოზიციაზე. ხო, ანუ ხო, ამას გulis ხო? ისინი არიან საბედნიეროდ ადამიანებად ვთვლით ერთმანეთს ჯერობით, ხო, მაგრამ აი განადგურებისკენ რომ მოაწერდა ადამიანი ხელს, ხომ, ეს ჩვენ გვახსოვს ასეთი პერიოდები გვახსოვს კიდე ჩვენ 30-იან წლებში. კი ბატონო, ხო, აი 20-30 ჩვენ ეს აი გასული საუკუნე 100 წლის წინ კი არა. ახლა 30 ჩვენ რაც გვახსოვს 30 წლის წინ ხომ გავაკეთოთ, ხომ ვანადგურეთ ერთმანეთი, ხო ჩვენ. ფიზიკურად მახსოვს თვალებში უყურებდი ადამიანს, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარის განადგურება უნდა და ისეთი ზიზღი, სიძულვილი მოდიოდა. თან ქალი მახსოვს განსაკუთრებით, ეგენი სიცოცხლის რაღაცი არიან. წარმოუდგენელი ის იყო. ხო და დიდად არ განსხვავდება და ჩემთვის ყველაზე თუ გასაქანს მისცემ, ეგ დღესაც გამოვა. ჩვენ სრული მონაცემები გვაქვს ჩვენ აი იმ რაღაცა უბედურების პირას დავდივართ, შეიძლება ასე ითქვას, რაღაც დანაღმულ ველზე თითქოს. საბედნიეროდ აი ის მწარე გამოცდილება არაცნობიერად მაინც მუშაობს კიდევ ჩვენზე თითოეულ ადამიანში, რომ აი იგივე ყველაზე აგრესიული აქტორიც კი რაღაც ზღვარს იჭერს ხოლმე სიტყვებშიც კი, რომ აი ხო როგორ ერიდებიან, რომ აი დაპირი სისხლი, რასაც შეიძლება დაუკავშირდეს, რომ აქამდე საბედნიეროდ ჩვენ ვერ მივდივართ და ეს არის ძირითადად საზოგადოების ინსტინქტებიდან გამოდის და არა ფოტოჟურის მაღაზიაში მახსენდება რომ ლარის დაბეჭდას ხალხი აღარ ითხოვს იმიტომ რომ ჩვენ კუპონობამ გამოგვიმუშავა იმუნიტეტი მაღაზიაში ხო ასეთი რაღაცა რეაქციები მაგრამ და ყველაზე ცუდი რა არის და შემაშფოთებელი რომ ხშირად ეს რაზეც ახლა ჩვენ ამ პოლარიზაციაზე რასაც ვუწოდებთ და იმ ხით ჩატეხილობაზე მოდის ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ისინი ყვებამენ არათუ აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების ერთიანობაზე, გარკვეულწილად ერთიანობაზე, ხო, რაღაც საერთო ინტერესებზე და ასე შემდეგ, არამედ თითქოს პირიქით წამქეზებლები არიან ხოლმე და ამით იკვებებიან, ამით ყვებავენ ისინი საკუთარ ამომრჩეველს და ანუ ძალაუფლების, ასე ვთქვათ, ფესვებში ისხამენ თითქოს ამით წყალს, რაც არ არის კარგი მეთოდი, მე მგონი ამაზე თანხმდები. როგორც ჩანს ადვილია მასე უფრო. ხო, ადვილია სამწუხაროდ და იმედი მაქვს მაინც რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ხო გვაწუხებს რაღაც პოზიციები განსხვავებული ადამიანების და გვინდა რომ შევაცვლევინოთ ადამიანებს მოსაზრებები ეს ნებისმიერი ადამიანის ბუნებრივი მისწრაფებაა ხო და მეც ჩემი განმოსახედიდან ასე ვუყურებ რომ რაღაცების გადააზრება, რაღაცების ბოლო-ბოლო გააზრება და ბოლო-ბოლო გაგება ჩვენ მაინც მიგვიყვანს ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც შევძლებთ რომ რაღაცა საერთო ინტერესების
ქონეს საზოგადოება ზუსტად ამ რაღაც ნოტაზე მინდა წესებს დავიშვიდობოთ ნენელა მაყურებლებს ყოველ გადაცემაში პატრიოტული მაყურებლებო ვამბობ რომ ეს გადაცემები გაკეთებულია იმისთვის რომ ჩვენ დავიწყოთ ფიქრი დავფიქრდეთ და ვიპოვოთ უნდა გამოსავალი ჩვენ ხომ გვინდა რომ შევხსნათ უკეთესი ხვალინდელი დღე და ამისთვის არის დაფიქრება საჭირო თავის დროზე ამისთვის წერდა ილია ჭავჭავაძე ამისთვის წერდა არაერთი სხვა მოაზროვნე ჩვენ ვცდილობთ ახლა რაღაც შეიძლება მარტივად გამოვცეთ ეს აზრები და ვიფიქროთ დღეს მე რაც მინდოდა დავუშვათ კომბლეზე და ოთარ ანთქვრიდან დაკავშირებით მე თქვა იმის მიათედით მოასწარით ამდენი დრო გავიდა უკვე და ვეღარ გავაგრძელებთ ამიტომ შეიძლება სხვა ფორმით სხვა გადაცემაში დავუბრუნდეთ ამ საკითხებს და ვიმსჯელოთ ისევ ვიფიქროთ და ვიპოვოთ გამოსავალი უკეთესი ხვალინდელი დღის შესაქმნელად მადლობა ყურადღებისთვის ახლა დაგემშვიდობებით გველოდეთ შემდეგ განაცემებში